გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს უკვე 1 საათია. იკითხებიან თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომლები წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად ლილუაშვილი ქრთამისაღების სანაცვლოდ თავის მეგობარს თბილისის მერის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს იღებდა. სახელმწიფო ბრალდების ამ პოზიციას ეწინააღმდეგება დაცვის მხარე ამბობს, რომ ლილუაშვილს გვანცელაძესთან არანაირი შემხებლობა არ ქონდა და ამ დანაშაულს მტკიცებულებები ვერ ამტკიცებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებას აქვს წარდგენილი, რაც 11-დან 15 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიმართლე გითხრათ, თუ ვინ იკითხება დაცვის მხარისთვის ცნობილი არ არის, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ მოუწოდებია დაცვის მხარისთვის ის მოწმე პირთა სია, რომელიც დღეს უნდა გამოკითხონ. რაც შეეხება ზოგადად საქმეში არსებულ მასალას, ერთი რაც შემილია კატეგორიულად თქვა, ბაღების ეპიზოდთან მიმართებაში დამისვით კითხვა. არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ამ ხელს ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს ესეთი საქმეში ფიზიკურად არ მოიპოვება. არანაირი კავშირი დასახელებულ ორ პირს შორის, კახა გვანცელაძესა და გრიგოლ ლილუაშვილს შორის ფიზიკურად არ არსებობს და მსგავსი ხასიათის ინფორმაცია საქმეში არ არის წარმოდგენილი.